გამარჯობა, ეს არის ახალი 6 თვის მთავარ ამბებს მესხრი არხის საინფორმაციო სამსახურის რეპორტიორებთან ერთად ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი გაგაცნობდა. მილიონი ლარი პროექტისთვის, რომელიც სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარებას ხელს შეუწყობს. მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ამ მიმართულებით თანხა საკუთარი ბრძანების საფუძველზე გამოყო. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კი დღეს პრემიერ-მინისტრმა ანეკდოტური უწოდა. ვინ უნდა განახორციელოს ახალი პროექტი და რას ფიქრობენ მის შესახებ მედია ექსპერტები. 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვებისთვის თემაზე თამთა ჯანაძე მუშაობს. დიახ, ვიდრე უშუალოდ შეფასებებზე გადავიდოდეთ, მანამდე გაგაცნოთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უფრო დეტალურად. პრეზიდენტის 1112 ბრძანებულების მიხედვით მედიის ხელშეწყობისა და ასევე სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის გამოიყოფა მილიონი ლარი მისი საკუთარი სარეზერვო ფონდიდან. ამ თანხის ასათვისებლად კი ჩატარდება კონკურსი, რომელიც გამოაქვთ არასამეწარმოო, არაკომერციულ პირს და ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს თანხის ხარჯვას და აი ამ პროექტის ათვისებას. რაც შეეხება შეფასებებს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დღეს ანეკდოტური უწოდა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. მე ანეკდოტურად შევაფასებდი მაგას, რაც ხდებოდა საქართველოში კარგად მოიხსენებოდა. თქვენ თვითონმა ჩემზე კარგად იცით. შესაბამისად ახლა სააკაშვილი რომ თავისუფალი მედიის დამცველი გახდა და ის რაც პირველ არხზე საუბარი იყო რომ საოცრებები ხდება და ამას სააკაშვილი ამბობდა, ის რაც მოხდა იმედში და იმედს პარალელებს აკეთებდნენ და ესე შემდგომ. უამრავი მაგალითი. მოკლე პასუხი ანეკდოტორია. ჩვენ ვესაუბრებთ მედია ექსპერტებს, ასევე იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვინც შესაძლოა კონკურსში მონაწილეობა მიიღოს, ასევე დაუკავშირით კონკურსის ჟიურის და მათ მოსაზრებებს და ასევე კონკურსის პირობებს 9 საათიან გამოშვებაში შემოგთავაზებთ. მადლობა, პირდაპირ ეთერში თამთა ჯანაძე საუბრობდა. სამთო სათხილამურო კურორტი აჭარის მთიანეთში. 2 წლის წინ სოფელ გომარდული, რომელიც ზღვის დონიდან 1120 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, საქართველოს პრეზიდენტმა ახალ ტურისტულ ზონად გამოაცხადა. რა მდგომარეობაა ახლა იქ? შესრულდა თუ არა პრეზიდენტის დაპირება ინფრასტრუქტურის გამართვაზე და ყავს თუ არა ამ კურორტს დამსვენებელი? სოფელ გომარდულზე რეპორტაჟს ჩვენი კორესპონდენტი ნათია როყვა აკეთებს. ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. ნათია, გისმენთ. სოფელ გომარდულში მისთვის ერთი ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის მოუწესრიგებელი გზა არის. ამ სოფელში ეს სოფელი შუახევის გზატკეცილიდან 8 კილომეტრში მდებარეობს და ფაქტობრივად გზა არის მოუწესრიგებელი. რაც ჯერჯერობით ამ სეზონზე ამ სოფელს არ მიუღია არც ერთი ტურისტი. რაც შეეხება გომარდულში 50 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ გასულ წელს ერთლარად გაასხვისა. მხოლოდ ერთადერთი პირობა ჰქონდა ინვესტორებს ჩადებული, რომ გომარდულში უნდა მოეწესრიგებინათ გომარდულში უნდა ეშენებინათ რამდენიმე ტიპის სასტუმრო კოტეჯი და ასევე დაიხარჯათ 1 მილიონი ლარის ინვესტიცია. ბიზნესმენები ამბობენ, რომ 1,5 მილიონი ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელეს, თუმცა აღებული ვალდებულების გასტუმრებას ისინი ვერ ახერხებენ, რადგან ეს კოტეჯები, რომელიც ააშენეს გომარდულში, ვალით გააკეთეს. ამიტომ ისინი სახელმწიფოს თხოვენ დახმარებას, თავდებობას უფრო კონკრეტულად, რომ 300,000 დოლარის გამოტანას სურთ ბანკიდან, რომ ტურისტებს უფრო მომზადებული დახვდნენ. მართალია 5 კოტეჯი აშენებულია, თუმცა ჯერჯერობით ტურისტების მისაღებად მხოლოდ 2 კოტეჯია მზად. ჯერ კიდევ რამოდენიმე კოტეჯში შესაძენი გვაქვს. რესტორანში არის გათბობის სისტემა მოსაწესრიგებელი, რომელიც გარკვეულ საკმაოდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამისათვის გვჭირდება ჩვენ მიზერულს ვითხოვთ ჯერჯერობით ცესხის აღებას რა ამ ეტაპზე, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს. თოვლის არ მოსვლის გამო ცოტათი შეგვიანდა ვიზიტორების სტუმრობა გომარდულში, მაგრამ საერთო ჯამში გზის პრობლემა არის ამ დროისათვის, გზის პრობლემა პირველ რიგში და ძალიან ძვირი გვიждდება გათბობა, რომელიც არის თხევად გაზს. რას პასუხობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ბიზნესმენების თხოვნას? იგეგმება თუ არა სოფელში მისასვლელი გზის მოესფალტება და შესრულდა თუ არა პრეზიდენტის დაპირება? ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი მეცხრელის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გომარდულიდან. მადლობა, ნათია როყვა საუბრობდა აჭარის სოფელ გომარდულიდან. განვაგრძობთ გამოშვებას. ნიკა გელაურმა 5 საათიანი დაკითხვის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა. ყოფილ პრემიერს კითხვები რიყის პარკის საქმეზე დაუსვეს. პარკის გასხვისებისა და უკან გამოსყიდვის პერიოდში გელაური ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ყოფილი მაღალჩინოსნის დაკითხვის დეტალებზე ბექა ბარამიძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. ბექა, გისმენთ.
მართლაც 5 საათიანი დაკითხვის შემდეგ ნიკა გილაურის პასუხი საკმაოდ დამაფიქრებელი აღმოჩნდა. მან როგორც თავად განაცხადა, დაკითხვიდან 5 საათის შემდეგ ჩვენ რაც მოგვაწოდა ინფორმაცია, პრაქტიკულად არაფერი იცოდა იმ საქმის ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ის გუშინ ჯერ კიდევ უწყების საფუძველზე დაიბარეს საგამოძიებო სამსახურში. კომენტარი როგორც ვითხარით, არაფრის თქვენელი არ აღმოჩნდა. მან განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი გახდა ფინანსთა მინისტრი და უშუალოდ მას ექვემდებარებოდა მისი სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ფაქტთან, რომელიც საფუძველზეც მოხდა დაახლოებით 10 მილიონი დოლარიანი ფასნამატით გაყიდული და შემდეგ უკვე გამოსყიდული ქონების საფუძველზე გარიგება, აღმოჩნდა, რომ ფინანსთა მინისტრმა ამის შესახებ ან არაფერი არ იცის, ან იცის და არ გვიმხელს ჯერჯერობით. ეხლა დაკითხვაზე არ ვიყავ ინფორმაცია აინტერესებდა რიკის გამოსვლის შესახებ. რომლის შესახებ მე არაფერი არ ვიცი მართლა, ამის შესახებ ვთქვა არაფერი არ ვიცი. მაგრამ 12 საათიდან აკრძალებული. პანიკა. იცის თუ არა მართლაც ნიკა გილაურმა კონკრეტული საქმის შესახებ დეტალები ამას გამოძიება თავად იტყვის, თუმცა როდის ჯერჯერობით ეს საგამოძიებო სამსახურში ჩვენთვის არ დაუკონკრეტებია. გეტყვით კიდევ იმას, რომ ამ სამქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს კიდევ ორი მაღალჩინოსანი, რომელიც დღეს გამოცხადა საგამოძიებო სამსახურში, თუმცა მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით არც ისინი გვიკონკრეტებენ აი საქმის კონკრეტულ დეტალებს. დაკითხვაზე იმყოფებოდა დღეს ბატონი ლაშა ფურცხვანიძე, ძველი თბილისის რაიონის იმჟამიდელი გამგებელი, ამავდროულად ფინანსთა სამინისტროს უწყებაში გახდათ ქალაქის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი ბატონი სახელი სამწუხაროდ აღარ მახსოვს, მაგრამ მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ისინიც არ ფლობენ კონკრეტულ დეტალებს, თუმცა მათი პასუხების საფუძველზე უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი ჯერჯერობით ჩვენთან ამ დეტალებს არ ამხელებენ. შეგვიძლიათ მოვისმინოთ ბატონი ლაშა ფურცხვანიძის განმარტებაც. ალბათ თქვენი დაბარებაც რიკის ტერიტორიის გასხვისებად და ხელმძღვანელობით ვერ გეტყვით. როგორ ფიქრობთ, როგორ წარიმართა ეს პროცესი ხოლმე შვენივრად? არ არის მანდ რამე. მოწმის სახით ხართ დაბარებული? იმას კი თუ რა ვითარებაში მოხდა კონკრეტული გარიგებები და იყო თუ არა კორუფციული ელემენტი ამ საქმეში, გამოძიება თავად იტყვის, ფინანსთა სამინისტრო კი გამოძიებას იქამდე გააგრძელებს, სანამ ბოლომდე არ გაარკვევს ამ საქმის დეტალებს. ისე კი გეტყვით, რომ საკმაოდ საეჭვო ვითარებაში მოხდა ეს კონკრეტული გარიგება, როდესაც 2006 წელს მერის მიწისმართვისა და გაყიდვების სპეციალურმა კომისიამ ჯერ კიდევ 2006 წელს გაასხვისა ეს მიწის ტერიტორია, 4 ჰექტარი მიწის ტერიტორია კონკრეტულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოზე, შემდეგ კი წინახევრის შემდეგ იგივე ტერიტორია გამოიყიდა 17 მილიონად. ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ მრავალი მაღალჩინოსანი არის დასაბარებელი საგამოძიებო სამსახურში და სავარაუდოდ მათგანაც მიიღებენ სრულყოფილ ინფორმაციას ამ საქმის დეტალებთან დაკავშირებით. მიმდინარეობს უბრალოდ და გამოძიება იმ საკითხის, თუ რა მდგომარეობაში მოხდა ჯერ 7 მილიონ დოლარად გაყიდვა და შემდეგ იმავე ობიექტის 17 მილიონად ყიდვა თან იმ ფონზე, როცა 2008 წლის ბოლოს თბილისში უძრავი ქონება იყო მნიშვნელოვნად გაიაფებული. ამ საკითხებს სწავლობს და არსებობს კითხვები, რომლებსაც მოუწევს ძალიან ბევრ ადამიანს გასცეს პასუხი. იმას, რასაც ფინანსთა მინისტრი არ გვეუბნება, კონკრეტულად განმარტავენ უკვე ქალაქის საკრებულოში, ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლები განმარტავენ ჩვენთან საუბარში, რომ ეს იყო ტიპიური მაგალითი კორუფციული გარიგებისა, რომლის დროსაც მაღალჩინოსნების ჯიბეში ერთი მარტივი გარიგების საფუძველზე აღმოჩნდა 10 მილიონი ამერიკული დოლარი.
მადლობა, ეს ბექა ბარამიძე იყო. სასჯელის 1/4 შემცირება იმ პატიმრებსაც შეეხებათ, რომლებსაც ამნისტიის შესახებ პროექტით გათვალისწინებული მუხლები არც ერთი ფორმით არ ეხებოდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ამნისტია მსჯავრდებულთა ძალიან დიდ ნაწილს ეხება და მცირეს არა. უსამართლობა იქნება ვინმეს გამოტოვება, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლიანია. აცხადებს პროექტის ერთ-ერთი ავტორი ეკა ბესელია. სასჯელის 1/4 შემსუბუქება მხოლოდ იმ მსჯავრდებულებს ვერ შეეხებათ, რომელთა მიმართ სისხლის სამართლის კოდექსით თავისუფლების უვადო აღკვეთა გათვალისწინებული. შეიძლება იყოს სალგეული შემთხვევები. სასჯელის შემსუბუქება 1/4 იმ ჟავდებულებისთვის, ვისაც ამნისტია არ ეხებოდა, ყველა შეეხოს, ამას კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ეს ძალიან ჰუმანური და სამართლიანია, რომ თუ არ ეხებოდა, ვთქვათ, ძალიან დიდ ნაწილს, მაგრამ მცირეს არ ეხებოდა, უსამართლობა იქნებოდა, რომ ჩვენ ვინმე გამოგვეტოვებინა, ამიტომ მე პირადად მიმაჩნია, რომ ძალიან სამართლიანი იყოს გადაწყვეტილება მიღებული. შერჩევითი დამოკიდებულება მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ, რომელთა გათავისუფლებით არის დაინტერესებული დღევანდელი მმართველი ძალა და გარდა ამისა შეგნებულად არის არ გათვალისწინებული ის მუხლები, რომლითაც დღევანდელი ხელისუფლება როგორც ჩანს სამომავლოდ აპირებს განახორციელოს დევნა ყოფილი ხელისუფლების არა მარტო მაღალი რანგის, არამედ საშუალო რანგის სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან. ჩვენი ძირითადი შენიშვნა ეს გახლავთ 180 მუხლის სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თაღლითობისათვის. პროექტში იყო მოსაზრება, რომ აღნიშნული მუხლის მჟავრდებული პირები განთავისუფლდნენ სასჯელისგან და პასუხისმგებლობისგან დაზარალებულების თანხმობის შემთხვევაში. პროკურატურის პოზიცია ამ შემთხვევაში იყო უარყოფითი. ჯარიმა თუ სასჯელი, რომელსაც არა შრომის, არამედ სისხლის სამართლის კოდექსი დაარეგულირებს. პარლამენტში აქტიურად მსჯელობენ თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ურთიერთობები დამსაქმებელსა და დასაქმებელს შორის, ისე რომ არც ერთი მათგანის უფლებები არ დაირღვეს. ახალი ინიციატივის მიხედვით, რომლითაც უმრავლესობა გამოდის, დამსაქმებელს დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლება შესაძლოა ძვირად დაუჯდეს. გასრდება სანქციები, რასაც უმცირესობა კატეგორიულად არ ეთანხმება. რა არგუმენტები აქვთ უმცირესობის წევრებს და კონკრეტულად რა ცვლილებების შეტანა იგეგმება შრომის კოდექსში. თორნიკე ხურციძე ისაუბრებს ქუთაისიდან. თორნიკე გისმენთ. შრომის კოდექსში შესაძლოა რამდენიმე ცვლილება შევიდეს. საუბარია დამსაქმებელსა და დასაქმებელს შორის ურთიერთობაზე. დამსაქმებელს აღარ ეხდება უფლება თანამშრომელი სამსახურიდან უმიზეზოდ გაათავისუფლოს. გარდა ამისა, სუსტდება ცვლილება შევა ხელშეკრულების ვადებთან დაკავშირებითაც და ის სამუშაოს ტიპიდან გამომდინარე განისაზღვრება. ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსის 169 მუხლში, რომლის მიხედვითაც პირის იძულება დაწეროს განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ დასჯადი ქმედება გახდება. საპარლამენტო უმცირესობაში კი აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან შრომით ბაზარზე დამატებითმა რეგულაციებმა შესაძლოა უმუშევრობის დონე გაზარდოს. ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, დასჯადი ხდება პირის იძულება დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ამავდროულად ხდება დეკრიმინალიზაცია უკანონო დათხოვნისა, თუმცა რჩება ნორმა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა სამსახურში აღდგენის თაობაზე ასევე დასჯადი. შენიშვნების ხასიათი იყო ძალიან ფართო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა იყო ის, რომ ზოგადად ტექსტი არის დასახელწი, იმიტომ იქ არის გამოყენებული სხვადასხვა ტერმინები, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან სხვადასხვანაირი და ფართო განმარტებები შეიძლება მიეცეს და ჩვენსაც მიუღებელია ესეთი რამე, იმიტომ რომ ამაშია საბოლოო ჯამში პრობლემები შექმნა. ზოგადად ის ცვლილებები, რომელიც წარმოდგენილი არის, ართულებს ნამდვილად დამსაქმებლის მიერ დასაქმებული სამსახურიდან გაშვებას და ეს იყო მთავარი მიზანი. კოდექსში ცვლილებებს პარლამენტი გუშინ განიხილავდა, თუმცა მთავრობის საპარლამენტო მდივნისა და საპარლამენტო უმცირესობის მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა და საკითხის კენჭისყრა 21 დეკემბრისთვის გადაიდო. მაშასე როგორი იქნება დაცული დასაქმებულის უფლებები და როგორ დაისჯება დამსაქმებელი თუ კი ის თანამშრომელი სამსახურიდან უმიზეზოდ გაათავისუფლებს, ნახეთ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. მადლობა თორნიკე. ახალი 6-ზე კვლავ პირდაპირ ეთერშია. ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ოსურმა დელეგაციამ დაკავებულების კვლავ ყველაზე პრინციპით გაცვლა მოითხოვა. ოსური მხარე განსაკუთრებით საქართველოს ციხეში მყოფი მარეკ დუდაევის ოსის სამართალდამცველებისთვის გადაცემას მოითხოვს. ცხინვალის ციხეში მყოფი ქართველების შესაძლო გათავისუფლების საკითხზე ისაუბრა ასევე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა. ოთხრივ შეხვედრაზე ასევე 2 დეკემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში მომხდარ ინციდენტზე იმსჯელეს. შეხვედრის დეტალებით პირდაპირ ეთერში ერგნეთიდან ნოდარ სხირტლაძე ისაუბრებს. ნოდარ გისმენთ. მართალია დღევანდელ შეხვედრაზე ოსურმა
განაწილება ქართულ მხარეს ქართულ მხარემ დააყენა 2 დეკემბერს სოფელ კოდას ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ წარმოადგენთ ჩვენი დეტალები, მათ შორის ფოტო და ვიდეო მასალა და შემდეგი პერიოდის განმავლობაში როგორც ოსურის ეროვნული მხარე დაგვირდა რომ ინციდენტის სხვა დეტალებს წარმოადგენენ, თუ მათთვის გახდა რა თქმა უნდა ცნობილი. სასიამოვნო ფაქტი მოხდა ფაქტიურად ამ წლის ბოლოსთვის ის 28 სექტემბერს გატაცებული სამშენებლო ბეტონმრევი სავარაუდოდ დაბრუნდება უახლოეს მომავალში, რადგან ოსურმა მხარემ დააფიქსირა დღეს პოზიცია რომ აღმოჩენილია და ტექნიკურად შევთანხმდები ჩვენ უახლოეს პერიოდში. შემდეგი შეხვედრა მომავალ წლის 29 იანვარს გაიმართება და ქართული და ოსური დელეგაციის ხელმძღვანელები ორივე მხარის მიერ დაკავებულების გათავისუფლების შესახებ კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. მადლობა ერგნეთიდან ნოდარ სხირტყლაძე საუბრობდა. თბილისში თოვლსა და ყინვასთან ერთად ტრავმატოლოგიურ კლინიკებში პაციენტების რაოდენობა მიმატა. კლინიკის ექიმების განცხადებით სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს პაციენტები ძირითადად ზემო და ქვემო კიდურების მოტეხილობით გადაჰყავთ. ტრავმების სიხშირემ და სიმძიმემ კი 3-დან 10%-მდე იმატა. ექიმები მოსახლეობას თბილად ჩაცმასა და გადაადგილების დროს სიფრთხილის გამოჩენას ურჩევენ. შემოვიდა 26 პაციენტი და ცოტა მეტი, სტაციონარში მოთავსდა 20 პაციენტი, ტრავმების სიხშირე მიმატა ამის გაუარესებასთან ერთად, იმიტომ რომ უყინურზე და თოვლიან ამის თქვენცით რომ ტრავმების სიხშირე და სიმძიმეც პირდაპირ პროპორციული ერთმანეთის. შევა რა ვიცი რა იქნება, რომ იარო მთხილად და დიდი მონდომებით რომ არ დაეცნენ. თოვს რიკოთის უღელტეხილზეც რის გამოც ამ დროისთვის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ წუთებში ჩვენი კორესპონდენტი ზვიად ხუჭაძე არკვევს თუ რა მდგომარეობაა რიკოთზე. ზვიად, ჩემ პირდაპირ ეთერში ხარ, გისმენთ. დიახ, ამ წუთებში მე ვიმყოფები საქართველოს ცენტრალური გზის ჩუმათელეთის მონაკვეთზე, სადაც ამ დროისთვისაც თოვლის საფარი დაახლოებით 15-20 სანტიმეტრს აღწევს. დღის მანძილზე მობილიზებული იყო ტექნიკა, რომელიც წმენდა რიკოთის უღელტეხილზე გზას და თითქმის უკვე ამ დროისთვის ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოძრაობა თავისუფალია ყველა მიმართულებით რიკოთის უღელტეხილზე, თუმცა დღის მანძილზე იყო შეფერხება ნახევრად მისაბმელიანი და მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისათვის, ვინაიდან მიმდინარეობდა გზის გაწმენდითი სამუშაოები, როგორც ჩვენთან საუბარში საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები აცხადებენ, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა გზაზე, ასევე ისინი აქვთ ტექნიკური მარილი, რომელიც მოყრაცი მიმდინარეობს ცენტრალურ გზაზე. მობილიზებულია როგორც საგზაო დეპარტამენტის, ისე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ჩვენ შეგვიძლია ახლა პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლის კომენტარი. მოძრაობა შეფერხებული არის, აკრძალვა გვაქვს ნახევრად მისაბმელიან და მისაბმელიან ტრანსპორტზე. დანარჩენი მოძრაობა ყველა ტრანსპორტისთვის თავისუფალი არის. გზა იწმინდება, მარილი ეყრება, მობილიზებულია მაქსიმალურად საავტომობილო გზების დეპარტამენტი და კონტრაქტორი ფირმები. მე შეგვიძლია ასევე გითხრათ ის რაც განაცხადეს ჩვენთან საუბარში საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თუ რა მდგომარეობა სხვა უღელტეხილებზე, როგორც გითხარით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა თითქმის თავისუფალია ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის, თუმცა შეზღუდვებია ნაქერალასა და გომბორის უღელტეხილზე, ასევე ნახევრად შეზღუდვებია ნახევრად მისაბმელიანი და მისაბმელიანი ტრანსპორტისათვის გუდაური კობის გზის მონაკვეთზე. მე ამ დროისთვის შემიძლია გითხრათ, რომ როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, უამიდობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაახლოებით კიდევ 2 დღე გაგრძელდება და დაახლოებით 20 დეკემბრიდან გამოიდარებს. მადლობა ზვიად ხუჭაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ყავს. ორგანიზაციას მომდევნო 1 წლით კახა კოჟორიძე ხელმძღვანელებს. ახალი თავმჯდომარე ორგანიზაციაში ძირეულ ცვლილებებს არ გეგმავს. ის აცხადებს, რომ საია მომავალშიც ორიენტირებული იქნება ადამიანის უფლებების დაცვაზე. ასევე ითანამშრომლებს როგორც ყოფილ, ისე ახალ ხელისუფლებასთან. ყოფილმა თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა, რომელიც ასოციაციას 2 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მოვალეობა კოჟორიძეს გადააბარა და წარმატებები უსურვა.
ჩვენ გვაქვს ძალიან დემოკრატიული სტრუქტურა არის ახალგაზრდთა ასოციაცია, გვყავს გამგეობა, რომელიც ირჩევს ყოველწლიურად თავმჯდომარეს. მე თავმჯდომარეობდი ორგანიზაციას 2 წლის განმავლობაში. გუშინ გაიმართა გამგეობის კრება, რომელზეც არჩეული იქნა ახალი თავმჯდომარე, ეს არის კახა კოჟორიძე. გარკვეული დრო მჭირდება იმისთვის, რომ ვთქვათ, რამოდენიმე შეთავაზებიდან მივიღო გადაწყვეტილება, რომელზე ჩამოყალიბდები და სად გავაგრძელებ საქმიანობას. ჯერჯერობით მე თვითონ არ ვიცი. ძირეულ ცვლილებებს ნამდვილად არ ვაპირებთ, არც მე და არც მასწავლებელი დირექტორს ამის სურვილი არ გვაქვს, იმიტომ რომ ამას ორგანიზაცია არ საჭიროებს. ვფიქრობთ, რომ საი არის აწყობილი სისტემა და ის ღირებულებები, ის იდგომები, რაც ორგანიზაციის წლების განმავლობაში ქონდა, ისევ დარჩება ამ ორგანიზაციისთვის ღირებულად და პრიორიტეტულად. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური დევნილია და საქართველოში ის სიმართლის დასამტკიცებლად დაბრუნდა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას თეა წულუკიანმა განაცხადა, ირაკლი ოქრუაშვილს ყველა პირობა შეექმნება იმისთვის, რომ თავისი სიმართლე დაამტკიცოს, ხოლო შიმშილობის აქციები პატიმრებმა უნდა შეწყვიტონ. იმისათვის რომ დადგინდეს არის თუ არა დღეს ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარი, საჭიროა რომ ის საქმე, რომელიც მის დაუსწრებლად წარიმართა სისხლის სამართლის, იქნეს მიყვანილი ბოლომდე და გაიყვეს სიმართლე. მე როგორც ვიცი, ის ამისთვის დაბრუნდა ქვეყანაში, რომ ამტკიცოს, რომ ის არის მართალი. ამისთვის მას ყველა პირობა შეექმნება. რაც შეეხება შიმშილობას, არც ერთ პატიმარს მე შიმშილობას არ ვურჩევ, იმიტომ რომ თვითონ პატიმრობა არის რთული მომენტი ყველასთვის და შიმშილობით ამის დამძიმება არ აღირს უბრალოდ. თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს დღეს ასევე განუცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ საქმეზე მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა წულუკიანის თქმით, ჯერჯერობით საქმის დასრულებაზე საუბარი წმინდა წყლის სპეკულაციაა. ეს გამოძიება არის დიახაც ჩვენი ხელისუფლების ღირსების საქმე და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ძალიან აქტიური ტემპით მიმდინარეობს ამ საქმეზე მუშაობა პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში. მაგრამ როდის დასრულება ამაზე საუბარი იქნებოდა წმინდა წყლის სპეკულაცია, იმიტომ რომ გამოძიება ისეთი რამაა დღეს რომ დასრულებული გონია შეიძლება მორიგმა ჩვენებამ რაღაც ახალი აჩვენოს. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ძირითადად თემა პროგრამის G3-ის იგივე დემოკრატიული მმართველობა საქართველოში მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები იყო. მხარეებმა განიხილეს პროგრამის ფარგლებში სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მიმართულებები. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს ხელისუფლების გამჭვირვალობას და ინსტიტუციურ განვითარებას მმართველობის ყველა დონეზე, რაც გააუმჯობესებს მომსახურეობას და კომუნიკაციას საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მოქალაქეებს შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ USAID-ის წარმომადგენლებიც. USAID ძალიან დიდ დახმარებას უწევს საქართველოს და ეს იყო ერთ-ერთი სამუშაო სესია, რომელიც დღეს განხორციელდა. ჩვენ გავაცანით ეგრეთ წოდებული პროექტი J3, რომელსაც ქართულად კარგი მმართველობის პროექტი ეწოდება. ამ პროექტის გაცნობა მოხდება სხვადასხვა სამინისტროებში. ფინანსთა და შემოსავლების სამინისტროს თანამშრომლებს ჩაუტარდება ტრენინგები. ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ გავაგრძელოთ მათთან თანამშრომლობა. ამერიკული მხარე იწყებს საქართველოს ეგრეთ წოდებული G3 პროექტის, რაც გაუმჯობესებულ საჯარო მმართველობას გულისხმობს განხორციელებას. ფინანსთა სამინისტრო ერთ-ერთი მთავარი მიმღები იქნება ამ პროექტის. ჩვენი მიმართულებებზე ვისაუბრეთ, რომელიც მნიშვნელოვანია მომავალ წელს გავაუმჯობესოთ. ეს არის პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლა, განსაკუთრებით ადგილობრივი ბიუჯეტების, ეს არის სახელმწიფო ვალის მართვა, ეს არის პროგნოზირებაში არსებული პრობლემები, ეს არის შიდა აუდიტი. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ჩვენ ვისაუბრეთ საფინანსო აკადემიის გამოყენებაზე ამ პროცესში და მის განვითარებაზე. დასრულდა დავით ძილფიმიანის სარჩელის განხილვა. მოსამართლე ნინო შარაძე გადაწყვეტილება სტერეო პლუსის საქმესთან დაკავშირებით 26 დეკემბერს მიიღებს. სასამართლო პროცესზე მოსარჩელი და მოპასუხე მხარეებმა საკუთარი დებულებები წარმოადგინეს. საქმე ეხება ზაფხულში კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიღებულ დადგენილებას, რომლის მიხედვით ტელეკომპანია მეცხრე არხის სტერეო პლუსის სიხშირიდან გათიშეს. დავით ძილფიმიანი კომისიის გადაწყვეტილებას თავისუფალ მედიაზე ზეწოლას უწოდებს და აღნიშნავს, რომ მას ამ ქმედებით კანონი არ დაურღვევია, რადგან თავის დროზე მსგავს მომსახურებას სხვა ტელეკომპანიებსაც უწევდა. კომუნიკაციების მარეგულირებულმა ეროვნულმა კომისიამ სტერეო პლუსის მიერ მეცხრე არხის სიგნალის გავრცელებას კანონდარღვევად მიიჩნია. ეხლა მათ არ გააჩნიათ სხვა რაიმე გამოსავალი, თუ არა დაიცვან ის ინტერესი, ის
ქმედება, რაც მათ ჩაიდინეს. ხომ არ იტყვიან ჩვენ დანაშაული ჩავიდინეთო. ხომ სწორედ მათი გადაწყვეტილების გამო მოხდა ის აქტი, რასაც ქვია გამორთვა და გათიშვა ეთერიდან მე-9 არხზე. მადლობა ღმერთს, დღეს ისევ ვაგრძელებ, თუმცა რამდენ ხანს არ ვიცი, 26-ში გამოვა ესე იგი გადაწყვეტილება, რომ მე შემეძლო თუ არ შემეძლო მომსახურებოდი მე-9 არხს. მე-9 არხის გასვლა, როგორც არ აწყობდა კომუნიკაციების კომისიას, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ჰქონდათ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტური დამოკიდებულება ამ არხის მიმართ, რაც გამოიხატებოდა გარდა ამ საკითხისა სხვადასხვა საკითხებში, თქო ლიცენზიის არ გაცემაში, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და დისკრიმინაციაში. აჭარის პროკურატურაში შეჭრა სცადეს ყაჩაღობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული დავით თურმანიძის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა ისინი საქმის სამართლიან გამოძიებას ეთხოვენ. მათი თქმით, დაკავებული დავით თურმანიძე უდანაშაულოა და არასრულწლოვანმა აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა. 16 წლის დავით თურმანიძე ბათუმის პოლიციამ 13 დეკემბერს ყაჩაღობის მცდელობის ფაქტზე დააკავა. მას უკვე შეეფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. მშობლები აცხადებენ, რომ მათ შვილს დავით თურმანიძეს პროფესიული სასწავლებლის სტუდენტია და პარალელურად ღამის საათებში ერთ-ერთ კერძო კომპანიაში მტვირთავად მუშაობს. მათი თქმით, ის სწორედ ტვირთვის დასაცლელად ემზადებოდა და მეგობრებს მანქანაში ელოდებოდა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. დღეს აქცია პროკურორთან შეხვედრისა და საუბრის შემდეგ დაიშალა, თუმცა აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვანი საპრობილეს არ დატოვებს. სამართლიანობა უნდა აღდგეს, ეს ყველაფერი მათი შეკერილი, მათი მოგონილი და მათი შექმნილი ეს ყველაფერი. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ არ იქნება სამართალი, სანამ არ გვეტყნევს всё თავისუფალია თქვენ ძმაო. დღე ღამე იქნება თუ რაღაცა თბილისი, ქუთაისი, პარლამენტი ყველაფერს გადავკეტავთ, არ შევარჩენთ. ეს გადაწყვეტილება ალბათ გასაჩივრებული იქნება დაცვის მიერ სააპელაციო სასამართლოს, თუ სასამართლო უკვე დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. და აპელაციაში ზოგადად განხილულია თუ უსაფუძვლოდ არის ქუთაისის აპელაციო სასამართლო შესაბამისად არ მიიღეს საკვეთგონზე არ დაუდასტურეს. ამის პარალელურად მე როგორც აჭარის პროკურორი გაძლევთ პირობას მე კიდევ რომც დატოვოს და უშე გადავსინჯა მის კანონიერებას. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსმა დღეს მედიას 2012 წლის ანგარიში წარუდგინა. დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით ქიქავას თქმით, მიმდინარე წელს ჩატარდა სარეკლამო კამპანიები თურქეთში, პოლონეთსა და ისრაელში, რამაც საგრძნობლად გაზარდა ტურისტების რაოდენობა. დეპარტამენტის ხელმძღვანელი 2012 წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტად ევროპის ბაზარზე გასვლას ასახელებს და ამბობს, რომ მიმდინარე წელს აჭარის მიმართულებით პოლონეთიდან 16 ავიარეისი განხორციელდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით 2012 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით აჭარაში სულ 1.483.493 ტურისტი ჩავიდა, რაც 2011 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 18.7%-ით მეტია. პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ 15-მდე გამოფენასა და კონფერენციაში, რის შედეგადაც ჩვენს რეგიონში საერთო ტურისტთა რაოდენობა შეადგინა 1.483.000 ტურისტი, რაც 18.7%-ით მეტია ვიდრე შარშან. ასევე აღსანიშნავია, რომ უცხოეთში ჩატარებული კამპანიების შედეგად ჩვენ გვაქვს 63%-იანი ზრდა უცხოელი ტურისტებში და უცხოელი და შიდა ტურისტების რაოდენობა თითქმის გაუტოვდა ერთმანეთს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა და ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა დღეს სისხლის სამართლის ადვოკატირების ეროვნული იმიტირებული პროცესის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. იმიტირებულ სასამართლო პროცესში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას. გამარჯვებულად ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები დასახელდნენ. პროექტი ბიზნესის ახავს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის მხარდაჭერას და იურიდიული პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ამერიკის განვითარების სააგენტო წლების განმავლობაში ახორციელებენ ამ პროექტს, რომლის მიზანიც ახალგაზრდა სტუდენტების ხელშეწყობა და პრაქტიკული უნარჩვევების მიცემა. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესებისთვის კანონის უზენაესობა, რომელსაც დამოუკიდებელი და კომპეტენტური იურისტების არსებობა უზრუნველყოფს. ესეთი შეჯიბრებები, ესეთი კონკურსები არის ძალიან მნიშვნელოვანი და თანაც ზუსტად ისე, რომ საბოლოოდ ფინალური შეხვედრა მოეწყოს რეალურ სასამართლო დარბაზში. არ არის აუცილებელი ეს უზენაეს სასამართლოს დარბაზი იყოს, ჩვენ სხვა სასამართლოებშიც გვაქვს ამის შესაძლებლობა, მაგრამ ფინალურ შეხვედრას ყოველთვის თავაზობთ, რომ ჩვენთან გაიმართოს, იმიტომ რომ მე-6 დარბაზი ეს არის ისტორიული დარბაზი, აქ ძალიან ბევრი ისტორიული პროცესი გამართულა. მოხარული ვარო ქუთაისის გუნდმა გაიმარჯვა, დღეს ჩვენ ქუთაისის
გუნდი აკაკი-წერეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვებმა გავიმარჯვეთ, ავიღეთ პირველი ადგილი, ეს იყო ოლიმპიადა კიდევ ერთხელ აღნიშნავ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. აქვე მინდა ვთქვა ის, რომ ჩვენ წინასწარ გავიარეთ ტრენინგები ადვოკატირებასთან დაკავშირებით, შემდეგ 2 კვირის განმავლობაში ვიმზადებოდით აი ამ ოლიმპიადისთვის, საკმაოდ ბევრი შრომა ჩავდეთ ამაში და მოხარული ვართ, რომ ეს შრომა დაგვიფასდა და დღეს გამარჯვებული სტატუსით ვტოვებთ თბილისს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტელეოპერატორ დიტო ცინცაძის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია კონცერტი გაიმართა. კონცერტში ქართველი მომღერლები მონაწილეობდნენ. დიტო ცინცაძეს ექიმებმა ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს და მას ძვირად ღირებული ოპერაცია ესაჭიროება. საღამოზე შეგროვებული თანხა მთლიანად მის ანგარიშზე გადაირიცხა. ქველმოქმედება ნიშნავს იმას, რომ მთელი სულით, გულით და არსებით თუ კი შეგვიძლია გვერდით დაუდგეთ იმ ადამიანს, რომელსაც შეჭირდება ამ მომენტში ჩვენი გვერდით დგომა და დახმარება, ამას გავაკეთებთ ყოველთვის. ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომ იმით რაც ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი რაღაცა თუნდაც მცირედი წვლილი შევიტანოთ იმ ადამიანების კეთილდღეობაში, ვისაც ჩვენი მით უმეტეს როცა ახალი წელი მოდის, მით უმეტეს როცა ბევრ ოჯახში უნდა იყოს სიხარული, კარგი განწყობა, ჯანმრთელობა. დღესდღეობით ჩატარდა აქცია კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჯეოსტარის მონაწილეებმა და ამავდროულად უნივერსიტეტში გაიმართა გამოფენა გაყიდვა, სადაც გაიყიდა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები, საიდან ჩამოსული თანხა გადაირიცხება დიტო ცინცაძის ანგარიშზე. პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში გადაღებიდან 100 წელი გავიდა. ფილმის საიუბილეო ჩვენება საქართველოს ეროვნულ არქივში გაიმართა. წერეთლის მოგზაურობა 1912 წლის ზაფხულში კინოდოკუმენტალისტმა ვასილ ამაშუკელმა აღბეჭდა. ფილმიდან ნათლად ჩანს თუ როგორ ზეიმობდა რაჭა ლეჩხუმის მოსახლეობა აკაკი წერეთლის სტუმრობას. ფილმის ჩვენებას კინომცოდნეებთან და სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც დაესწრო. ეს დოკუმენტი არის ერთ-ერთი ძველი დოკუმენტი ჩვენი კინოკოლექციაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა გითხრათ, რომ ეს დოკუმენტი მარტო ქართულ კინომემკვიდრეობას არ ეკუთვნის, ეს არის მსოფლიო კინომემკვიდრეობის შედევრი, ასე ვთქვათ. საბედნიეროდ და სამწუხაროდაც კინოარქივი არის პირველი და ერთადერთი ჯერჯერობით სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც აღნიშნავს ამ თარიღს. ჩვენ მადლობელი ვართ კინემატოგრაფისტების სახელით ვამბობ ამას. ჩვენ ხელისუფლების ცვლილებისთანავე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დავისახეთ ეროვნული არქივის ხელშეწყობა, რომ არ თქვა შველამეთქი, იმიტომ რომ თუ სხვადასხვა ხელისუფლებებმა არ იზრუნეს საკუთარი ქვეყნის მეხსიერებაზე, ნორმალურ თაობებს არქივი არ ექნებათ. პეტერბურგის თეატრი თბილისში გიორგი კოზლოვის დასი დღეს საღამოს მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს ითამაშებს. თეატრი, რომელიც რეჟისორმა 2 წლის წინ დააარსა თბილისელი მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგება. მარჯანიშვილის თეატრში ალექსანდრე ვამპილოვის უფროსი ვაჟი დღეს და ხვალ გათამაშდება. Сделали его, когда еще ребята были. Спектаклი ჯერ კიდევ მაშინ დავდგით, როცა ეს მსახიობები სტუდენტები იყვნენ. მამას და იმ თაობას მიუძღვნი, რომლებიც ჩვენთვის გმირებად იქცნენ. თაობას, რომელმაც ძალიან ბევრი რამ შემოგვინახა. აქ მოთხრობილია 2 ახალგაზრდა მამაკაცის ისტორია, რომლებიც მომხილავი ქალიშვილების გაცილების შემდეგ მატარებელზე აგვიანებენ. Мой папа. ეს მამა ჩემია, ცოტა მგავს კიდეც. ის ეკიპაჟის კაპიტანია და ნამდვილი გმირია. აქ კიდევ დედა ჩემია. სპექტაკლი ძალიან ცოცხალია, რადგან ჩვენს ისტორიებს ხვებით, ჩვენი მშობლების ისტორიებს, ჩვენი თვალით დანახულს. მე ვთამაშობ სარაფანოვას, რომელსაც მამა არწმუნებს ცოლად გაყვეს მფრინავს. ჩემს გმირს კი ის ბიჭი მოსწონს, რომელიც ჩემს მათ ასაღებს თავს. ბოლოს მაინც მფრინავზე ვთხოვდები. 8 საათზე მეცხრე არხზე ბიზნესის დროა. გადაცემის მთავარ თემებს ახლა ანონსის სახით მისი წამყვანი თეა შველიძე გაგვაცნობს. თეა, მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით ვასიკო, რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, დღეს გადაცემა ბიზნესის დროს სტუმარი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებიდან ახლად დაბრუნებული სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე. რაც შეეხება თემებს, საკმაოდ მრავალფეროვან საკითხებს განვიხილავს, მათ შორის რა თქმა უნდა, იქნება საუბარი იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იყო მისი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამავე დროს
მიუხედავად სხვა აქტუალურ საკითხებსაც, მათ შორის ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხი და სხვა ბაზრების დივერსიფიცირება, ამავე დროს სოფლის მეურნეობის მილიარდიანი ფონდის თემა და ადგილობრივი პროდუქციის წახალისება. თუმცა პარალელურად ამავე დროს საუბარი გვექნება სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, ასე რომ დარჩით ჩვენთან დღეს გადაცემა ბიზნესის დროში ზუსტად 8 საათზე გადაცემის სტუმარი კიდევ ერთხელ გეტყვით იქნება სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე. არ გამოტოვოთ ბიზნესის დრო თეაშველიძესთან ერთად ზუსტად 7-ზე კი გოგი ახალკაცის მატრიცა. ახალი 6-ზე ამით დასრულებულია საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით. მადლობთ რომ გვიყურებთ. ნახვამდის.